ხუნწის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. გამოვლინდა და გაიწმინდა გალავანის 25-მეტრიანი მონაკვეთი. ციხის ციტადელის გათხრებისას არქეოლოგებმა უცნობი დანიშნულების ნაგებობის ნეშტი მიაწვლიეს, რომელსაც კერამიკული ფილებით მოპირწყლული იატაკი ჰქონდა. ხუნწის ციხეს ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა. სამუშაოები აწარმოა მოქალაქეების საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ქართველი, ინგლისელი და ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობით. სპეციალისტების არქეოლოგების ვარაუდით შეიძლება იყოს ონოგურისის ციხესიმაგრე, რომელიც მე-6 საუკუნეში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორპოსტს წარმოადგენდა ბიზანტია-ირანის ომიანობის პერიოდში. აღმოჩენილი არის გამოვლენილი და გაწმენდილი არის გალავანის ფრაგმენტები და ასევე ციტადელში, ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ ნაწილში ციხის აღმოჩენილი არის სავარაუდოდ ტაძარი, რომლის გათხრები მიმდინარეობს.